გადავწყვიტე რომ 2025 წლის მიწურულს დამეწყო ჟეტონების და ავტობუსის ბილეთების მოგროვება. უკვე ამჟამად კოლექციაში მაქვს 23 ავტობუსის ბილეთი. ზოგი ნახევრად გადაშლილი არის, ზოგი სრულად ახალი არის. და მეტროპოლიტენის ჟეტონების მხრივ უკვე 7 ჟეტონი არის თქვა კოლექციაში. ამას დავშვენებთ. ეს ქაღალდის სატრინდელი და ამით შეგეძლო ანუ გაძლევდნენ ოფიციალურ დასტურს, რომ შენ აბონემენტი ქონდა და თავდაცვის სამინისტროს მომუშავე პერსონალი იყო. ხოლო ავტობუსის აბონემენტი და ტრამვაის და ტროლეიბუსის ამით შეგეძლო განახების წყალზე ჩულს გაგიშვებდა. ხოლო ეს კიდევ არის წლიური სამგზავრო აბონემენტისავით არის როგორც ახლა აი შედარება რო გავაკეთოთ. აი როგორც ეს არის ახლა ამით მორიგეს აჩვენებდი და გადადავიდა. ეხლა არის ამას ბარათი დაადებ და გახვალ ეგრევე ტურნიკეტში. აი აქ არის სრული შემადგენლობა ფაქტობრივად. ეს ლენინგრადის არის. ეს ორი არის თბილისის. ანუ ეს არის გაყოლება არის თბილისის ავტომობილს. ყველაზე უშუალოდ ჩეკოლექციაში არის ეს და ეს. ადგილიც უნდა გამოყოს შესაბამისად შემოთახში, რომ უკვე საკოლექციო გადაიქმნას, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეს კოლექცია თლად ბოლომდე არ არის, რაც მე მაქვს. ბევრი კიდე რაღაცეები მაქვს. აი G3-ის ეპოქა უკვე ახლოვდება დასასრულს. და ისეთი გეგმა გვაქვს მოფიქრებული ჩვენ სამეგობროს, რომ ოდესაც ეჟეების ჩამოწერა დაიწყება და მათ დეპოებიდან განდევნა ჩვენ აუცილებლად მივალთ სადაც წაიყვანენ და ვეცდებით ერთი ვაგონი მაინც გადავარჩინოთ და სადმე დავდგათ სამუზეუმოდ და ასევე გეგმაში გვაქვს რომ სიმულატორი ავაწყოთ და აი როგორც თქვენ ბრძანდებით ხა ბატონო მიშა დაგპატიჟოთ ხოლმე სტუმრად და წვადით შევწვათ ხოლმე რა